გამარჯობა. ვაგრძელებ საუბარს ფოტოაპარატის მართვის სისტემის მიმოხილვას. ანუ წინა საუბრებში მე ვილაპარაკე ამ დისკოზე მოთავსებულ პროგრამებზე და რომელსაც ქვია სამოყვარულო პროგრამები. დღეს მინდა ყურადღება გავამახვილო მხატვრულ პროგრამებზე. ანუ მეორე ნაწილზე, რომელსაც ქვია მხატვრული პროგრამები. რამდენად მხატვრულია ეს ძნელი გასარკვევია, მაგრამ წარმოებელი ასე უწოდებს ამ ორ მხარეს მართვის სისტემისა, სამოყვარულო პროგრამები და მხატვრული პროგრამები. მოდით მიახლოებით ვეცადოთ გავარკვიოთ, რას ნიშნავს მხატვრული პროგრამები და რა შესაძლებლობებს იძლევა ეს პროგრამები. აი პირველ რიგში, პირველი პროგრამა, რომელიც მართვის დისკოზე არის აღნიშნული, ეს არის აღნიშნული ASO-PET. ეხლა შეიძლება სხვადასხვა ფოტოაპარატზე ცოტა სხვანაირად იყოს აღნიშნული, მაგრამ ძირითადად უმრავლესობაზე ყველგან ერთნაირად არის აღნიშნული და ერთი და იგივე ფუნქციებს ასრულებს. აი შევხედოთ ახლა აინთო მონიტორი, ერთ შემთხვევაში ეკრანი ქვია, მეორე შემთხვევაში მონიტორი ქვია, მესამე შემთხვევაში ეკრანი ქვია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ახლა აი ამ ვითარებას ქვია მონიტორი. მონიტორზე აინთო მონაცემები და აი აქ ჩვენ ხედავთ უამრავ ფანჯარას. აი ამ ფანჯრებში არის ყველა ის მონაცემი, რომელიც აღიქვა ფოტოაპარატის ელექტრონულმა სისტემამ. ანუ რა აღიქვა ფოტოაპარატის ელექტრონულმა სისტემამ? აღიქვა სინათლის წყარო, რომელიც მოყვება ობიექტივში არსებულ ოპტიკურ ხაზს და ხვდება მატრიცას. აი მატრიცაზე მოხვედრის შემთხვევაში ფოტოაპარატი აი ამ სინათლეს გადაამუშავებს, ანუ ელექტრონული სისტემა გადაამუშავებს, მარტივად ასე უწოდებენ ელექტრონული ფოტოაპარატის twins. სინამდვილეში არაფერი საერთო twin-თან არ აქვს, მაგრამ ასე ეძახიან ხალხურად ასე თქვის. ეს twin-ი აღიქვამს ამ სინათლეს და გვაძლევს ინფორმაციას იმისა, თუ რა აღიქვა ფოტოაპარატმა, როგორ აღიქვა ეს ვითარება და რა გამოსახულებას მოგცემს ეს მონაცემები. ერთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება პირდაპირ ეკრანს დავხედოთ და მივხვდეთ რა გამოსახულება მივიღეთ, მაგრამ არის მეორე შემთხვევა და რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის აი ამ პროგრამით მუშაობისათვის, რომ აი თითოეული აი ამ მონაცემის შეცვლა პრაქტიკულად შესაძლებელია. აი ახლა თქვენ ხედავთ ალბათ, რამდენად გასარჩევია, ცოტა ძნელი სათქმელია, მაგრამ ხედავთ, რომ ფანჯრებში იცვლება ფანჯრებში მონაცემები. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეს მონაცემები და მივიღოთ ამ მონაცემების მიხედვით ის გამოსახულება, რომელიც ჩვენ გვსურს. ეს ძალიან კარგი ვითარება არის, იმიტომ რომ ფოტოაპარატი იღებს ერთს, მაგრამ ჩვენ ვცვლით მის მონაცემებს და შეგვიძლია მივიღოთ აბსოლუტურად განსხვავებული გამოსახულება. საინტერესო არის იმით, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი მონაცემი შევცვალოთ ამ დროს და ნებისმიერი ჩვენთვის სასურველი გამოსახულება მივიღოთ. პრაქტიკაში ძალიან გამოსაყენებელი არის ეს და პირადად მე ძალიან ხშირად ვიყენებ ამ პროგრამას. ასე რომ ესე იგი შეიძლება ვუწოდოთ მას უნივერსალური პროგრამა. თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ყველა პროგრამები სამოყვარულო იქნება, ეს თუ მხატვრული პროგრამები ავტომატურ სისტემაზე არის დაფუძნებული. ანუ ის twin-ი, რომელიც ახლა ბჭყალებში ვხმარობთ, არის ავტომატურად მოქმედი. შემდეგი პროგრამა არის ძალიან საინტერესო, რომელიც აღნიშნული არის ASO-ებით TV. ASO-ების გაშიფრას არ დავიწყებ, მაგრამ აი აქ მოგახსენებთ, რომ ამ პროგრამაში წარმოდგენილი არის მახვილი ტიხარის სიჩქარეზე. რა არის ტიხარის სიჩქარე? ეს არის ტიხარი, რომელიც გამოყოფს სინათლის წყაროს მატრიცისაგან. ანუ ტიხარი იხსნება, შეუშვებს გარკვეულ სინათლეს გარკვეული დროით და იხურება. აი ამ დროს, რამდენი ხნის განმავლობაშიც არის ეს ტიხარი ღია, ქვია სიჩქარე. ტიხარის სიჩქარე. ანუ რაც უფრო დიდხანს არის გახსნილი ტიხარი, მით უფრო დიდი მცირე უпроსტორეთ მაპატიეთ, მცირე სიჩქარეები ქვია. რაც უფრო მოკლე დროში არის გახსნილი, მით უფრო
სწრაფი სიჩქარეები ქვია, ნუ 500, 1000 და ასე შემდეგ ზემოთ ადის, ხოლო დაბალი სიჩქარეები არის ეს 30, 8 და კიდევ უფრო ქვემოთ შეიძლება იყოს, ხო? რაში გვჭირდება ახლა ეს სიჩქარეები? იმაში გვჭირდება, რომ გადავიღოთ სწრაფად მოძრავი ობიექტები. აი სწრაფად მოძრავი ობიექტისათვის ჩვენ გვჭირდება სწრაფი სიჩქარე, რომ სწრაფად მოახდინოს ფოტოაპარატმა დაფიქსირება ამა თუ იმ საგნისა. თუ ჩვენ დავაყენებთ მაღალი სიჩქარეები, ის სწრაფად დააფიქსირებს და გამოსახულება მოძრავი ობიექტისა უნდა გამოვიდეს თეორიაში, რა თქმა უნდა, კაფეო გამოსახულება. თუ დავაყენებთ დაბალ სიჩქარეებზე, მაშინ გამოსახულება მოძრაობაში არის, ამიტომ წარმოჩინდება გაწელილი, ნუ შეიძლება ასე უწოდოთ, ან ბუნდოვანი, ან ამღვრეული, ვისაც როგორ მოწონს, მაგრამ ნუ სინამდვილეში ასე არის. აი ეს ორი ვითარება სწორდება დიაფრაგმის მაპატიეთ სიჩქარის საშუალებით. ნუ სიჩქარე რისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იცით, აი ამ ცვლილებასთან და რატო არის საინტერესო, იცით, აი ამ სიჩქარის ცვალებასთან ერთად იცვლება სხვადასხვა მონაცემიც. ჩვენგან დამოუკიდებლად ჩვენ შევცვალეთ სიჩქარე და ამ ფანჯრებში მოცემული სიჩქარე მონაცემებიც იცვლება, ამიტომ ძალიან ხშირად ცოტა რთული არის გარკვევა იმისა, თუ რა შედეგს ვღებულობთ, თუ არ დავხედეთ უშუალოდ გამოსახულებას. ამიტომ რამდენიმე საცდელი სურათის შემდეგ, თუ მოვახერხეთ, პრაქტიკულად ეს ძალიან ძნელია რამე თუ მოძრავი ობიექტი იმის მოძრავი არ ის მოძრაობს და კადრიდან გადის, მიუხედავად ამისა, ძალიან ხშირად დამაკმაყოფილებელ შედეგს ვღებულობთ. შემდეგი მონაცემი არის 100 ავეთი აღნიშნული. ნუ ავეთი აღნიშნავს, აქაც ვიტყვი, რომ ეს აღნიშნავს დიაფრაგმის ხვრელის ზომას. ნუ თქვენ იცით, რომ დიაფრაგმა განკუთვნილია ფოტოაპარატში სივრცის სიღრმეში მკვეთრი მონაკვეთის წარმოსაჩენად. თქვენ იცით, რომ გამოსახულებაში არსებობს ხედის პირველი მონაკვეთი, ხედის მეორე მონაკვეთი, ხედის მესამე მონაკვეთი და ფოტოგრაფიაში აუცილებლად არსებობს ფონი. ფონის გარეშე ფოტოგრაფია არ არსებობს. რამდენი ხედიც არ უნდა არსებობდეს, შეიძლება სულ ერთი ხედი არსებობდეს, პირველი, მეორე ან მესამე, აქედან მხოლოდ ერთი არსებობს, ფონი მაინც არსებობს. და მიუხედავად ამისა, დიაფრაგმა ძალიან დიდ როლს თამაშობს აი ამ სივრცეში მკვეთრი მონაკვეთის წარმოსაჩენად. ეხლა იმის და მიხედვით, რამხელა ხვრელს დავაყენებ ჩვენ ზომაში მიუთითებთ ხვრელის ზომას, ჩვენ შეგვიძლია წარმოვაჩინოთ მკაფიოდ ხედის პირველი მონაკვეთი მკაფიოდ, მეორე და მესამე ბუნდოვნად. მეორე მონაკვეთი შეგვიძლია წარმოვაჩინოთ მკაფიოდ, პირველი და მესამე შეგვიძლია წარმოვაჩინოთ ბუნდოვნად. ან მესამე წარმოვაჩინოთ მკაფიოდ და პირველი და მეორე ბუნდოვნად წარმოვაჩინოთ. მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩვენ გვინდა ყველა მონაკვეთი მკაფიოდ წარმოვაჩინოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ დიაფრაგმას ხურავთ მაქსიმალურად, რამდენიც შესაძლებელი არის. ეხლა რაშია საქმე, იცით? როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დიაფრაგმის დახურვაზე, აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიაფრაგმის დახურვის შემთხვევაში ჩვენ ვღებულობთ სივრცეში არსებული მონაკვეთის რაღაცა სივრცეში არსებული მონაკვეთის რაღაცა მკაფიო ნაწილს, თეორიულად ობიექტივს არ შეუძლია მთელი სივრცის მკაფიო წარმოჩენა. ეს თეორიულად, მაგრამ პრაქტიკაში ძალიან ხშირად ეს ხერხდება. აი მაგალითად პეიზაჟის წარმოჩენის დროს პროფესიონალი კარგი ფოტოგრაფები ამას ახერხებენ და არის ისეთი გამოსახულები, როდესაც პირველ მონაკვეთშიც მკაფიო არის გამოსახულება და მესამე მონაკვეთშიც არის მკაფიო გამოსახულება. ეხლა მე ვლაპარაკობ მხოლოდ და მხოლოდ კლასიკურ შემთხვევებზე. რამე თუ აი შუალედები კლასიკურსა და რაღაცა განსხვავებულს შორის არის ათასობით. გააჩნია ვითარებას, რა ვითარებაში ვიღებთ, რა ვითარებაში მუშაობთ, რა მდგომარეობა არის წარმოჩენილი ჩვენ თვალწინ და ასე შემდეგ. აი ამის დრო და საშუალება ჩვენ ახლა არ აგვაქვს და რასაც მე ვლაპარაკობ, შეეხება მხოლოდ და მხოლოდ კლასიკურ შემთხვევებს, კლასიკურ ვითარებას. აი ახლა შემდეგ გადავიდეთ, შემდეგი არის ASO EMI. ნუ EMI მანუალურ პროგრამას ნიშნავს და მთლიანად ხელით მართვას ნიშნავს. აი მანუალურ პროგრამაზე მე ყურადღებას ამ შემთხვევაში არ გავამახვილებ, ვილაპარაკებ, გადავალ ASO B ან V, გააჩნია ვის როგორ უნდა ეს. რამე თუ მანუალური პროგრამა მოითხოვს განსაკუთრებულ განსჯას და განსაკუთრებულ გარჩევას ამ საკითხისა. აი შემდეგი რომელსაც მე გავამახვილებ ახლა B ან V, ვის როგორც უნდა, ეს არის პროგრამა, რომლის დროსაც
დაჭერის ღილაკზე გამშვები ღილაკის დაჭერის შემთხვევაში იხსნება ტიხარი შუქი აღწევს მატრიცამდე ან ფოკალურ სიფრთხემდე, უფრო სწორი იქნება თუ ვიხმართ სიტყვას ფოკალურ სიფრთხეს და წარმოიშვა გამოსახულება. მაგრამ ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში ჩვენ რამდენი ხანიც გვექნება თითი ღილაკზე დაჭერილი, იმდენი ხანი იქნება ღია ტიხარი. ამიტომ აი ეს ძალიან საინტერესო შემთხვევა არის. აქ მხოლოდ შეგვიძლია გითხრათ, რომ პრაქტიკით შეიძლება გამოცადოთ თუ რა შედეგებს იძლევა აი ეს პროგრამა და რა მხატვრულ შედეგებს იძლევა, ან რა ტექნიკურ ხარვეზებს წარმოშობს აი ესეთი მოქმედებები. ამიტომ ამაზე ახლა დიდ ყურადღებას არ გავამახვილებ და გადავალ შემდეგ პროგრამაზე, რასაც ქვია, რომელიც აღნიშნული არის ASO ინგლისურად C არის, ლათინურად C არის, მაგრამ ამას ეხლაც მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ რითი არის ეს პროგრამა საინტერესო. აი ახლა ეს პროგრამები, რომელიც მე ავწერე, აი ახლა დავთვალოთ რამდენი იყო 1 2 3 4 ხო 4 პროგრამა არის. C განსხვავდება იმით, რომ ის იმახსოვრებს ჩვენს მიერ მითითებულ მონაცემებს. რას ნიშნავს იმახსოვრებს? აი, როდესაც ჩვენ სხვა პროგრამებზე ვილაპარაკეთ, ჩვენ გადავიღეთ ერთი სურათი, გადავიღეთ მეორე სურათი, მე გადავედით სხვა პროგრამაზე, გადავიღეთ სხვა სურათები და როდესაც დაუბრუნდით იგივე პროგრამას, ის პირველი მონაცემები, რომლითაც ჩვენ გავასწოროთ, გაუქმებული არის. ამიტომ თავიდან უნდა გავასწოროთ ეს მონაცემები, შევასწოროთ, მიუთითოთ ფოტოაპარატს ის მონაცემები, რომელიც ჩვენ გვჭირდება. და C ამას იმახსოვრებს. ანუ ჩვენ რა პროგრამებითაც არ უნდა ვიმუშაოთ, როგორც არ უნდა გადავრთოთ, გადმოვრთოთ ფოტოაპარატი, ეს პროგრამა მაინც შენახულია და ისეთ სურათს გადაიღებს, როგორც ჩვენ ამ მონიტორზე მითითებულ ფანჯრებში მიუთითეთ თითოეული მონაცემი. ეხლა რაში გვჭირდება ჩვენ ასეთი პროგრამა და რატომ გვჭირდება? ეს ძალიან საჭირო პროგრამა არის, იმიტომ რომ გადაღების ვითარება მოიცავს ძალიან ბევრ სხვადასხვა გვარ მოთხოვნებს. აი მაგალითისათვის ჩვენ ვიღებთ ოთახში არის ხელოვნური განათება, დაყენებული გვაქვს პროგრამა, დაყენებული გვაქვს ყველა მონაცემი და გამოგვდის ძალიან კარგი ტექნიკური ხარისხიანი სურათები. მაგრამ გვიწევს სისტემატიურად ოთახიდან აივანზე გასვლა და მე ისევ შემოსვლა. აივანზე გავედი და შეიცვალა ვითარება, შეიცვალა განათება, შეიცვალა ჩრდილები, შეიცვალა ფერადოვნება. ჩვენ გვჭირდება ყველაფრის გადაწყობა, ხო? და აი ეს წარამარა რო არ მოხდეს გადაწყობა, დავაწყოთ ASO C-ზე ან C-ზე ერთი პროგრამა აივნისათვის, ხოლო სხვა პროგრამებზე, რომელიც ჩვენ ოთახში გადასაღებად გვჭირდება, დავაწყოთ სხვა პროგრამა. ამიტომ გავდივართ, გადავრთეთ, შემოვედით, გადმოვხდეთ და დროს აღარ ვხარჯავთ. აი ამ თვალსაზრისით ეს პროგრამა C არის ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი პროგრამა. ნუ აი ახლა ძალიან მოკლედ მოგახსენეთ მე ის საკითხები, რომელიც იმაჩნია საჭიროდ, რომ მოყვარულმა ფოტოგრაფმა გაერკვას. ნუ მე არაფერს არ ვასწავლი, მე მინდა გითხრათ. მე მხოლოდ ხსნი რა არის, რამდენად კარგად გამომდის, ეს თქვენი განსაჯელი არის, მაგრამ ცუდი აგიხსნათ თუ რა არის და როგორ არის. ეხლა მე ყურადღება არ გავამახვილე ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის ASO M-ით აღნიშნული პროგრამა. ნუ ეს ძალიან რთული საკითხი არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფოტოგრაფი და ასე არის გავრცელებული მცდარი მოსაზრება, რომ თუ პროფესიონალი ხარ და კარგი ფოტოგრაფი ხარ, აუცილებლად უნდა იღებდე მანუალური პროგრამით, ანუ ხელის მართვის პროგრამით, რაც მცდარი მოსაზრება არის. ეს პროგრამები დიდი რაოდენობით იმისთვის არის, რომ ყველა ვითარებაში გამოიყენოთ ყველა პროგრამა, ხოლო რაც შეეხება ტექნიკურ შესაძლებლობებს, რისთვის არის მანუალური პროგრამა, არის ორი დანიშნულება მანუალურ პროგრამას. აი ჩვენ ვთქვით, რომ ელექტრონული ტვინი. აი არის შემთხვევები, როდესაც ეს ელექტრონული ტვინი ვერ განსაზღვრავს თუ რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გააკეთოს და უხარისხო გამოსახულებას გვაძლევს. ნუ უხარისხო ბრჭყალებში არის აღებული. აი ამ დროს უნდა გამოვიყენოთ მანუალური პროგრამა. ჩვენ თვითონ მიუთითოთ ფოტოაპარატს რა ნიშნულებზე დადგეს ფოტოაპარატი, რა ნიშნულებით უნდა გადავიღოთ სურათი, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი. ეს ერთ შემთხვევაში, ხოლო მეორე შემთხვევაში შეიძლება ფოტოაპარატიც მშვენივრად აღიქვამს ვითარებას, მშვენიერ გამოსახულებას გვაძლევს, მაგრამ ჩვენ გვინდა სხვანაირი.
აი სხვანაირის შემთხვევაში ჩვენ ისე უბრუნდებით მანუალურ პროგრამას და მიუთითებთ ფოტოაპარატს იმ მონაცემებს, რომელიც ჩვენ გვჭირდება და შედეგად ვღებულობთ ისეთ სურათს, როგორიც ჩვენ მას მიუთითეთ. აი ეს არის მანუალური პროგრამა. ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საჭირო პროგრამა და მინდა ერთი დავამატო ამას, რომ ძალიან ხშირად შეცდომაში შეყავთ დამწყები ფოტოგრაფები და ეუბნებიან, რომ მანუალური პროგრამა აუცილებელია და იმით უნდა იმუშაოთ. არა, ჩემო კარგებო. მანუალური პროგრამით რო იმუშაოთ და მიიღოთ კარგი შედეგი, ჭირდება წლები და გამოცდილება. ძალიან ბევრი ამას ვერ ახერხებს, ან ძალიან უჭირს შედეგის მიღება და თulis რომ ის არასაკმარისად ფლობს ამ ტექნიკას და ეს მისი საქმე არ არის და თავს ანებებს. აი ეს რო არ მოხდეს, ამიტომ არის ფოტოაპარატშიც, განსაკუთრებით სამოყვარულო ფოტოაპარატში და მაღალ საფეხურზე მდგარ სამოყვარულო ფოტოაპარატებში ბევრი პროგრამები, ანუ მხატვრული პროგრამები და სამოყვარულო პროგრამები. აი ამ პროგრამებით იმუშავეთ. გავაწლები, თქვენ ისწავლით კარგად სურათის გადაღებას, ისწავლით რა არის ფოტოაპარატი, რა შესაძლებლობები აქვს და თქვენ რა შეგიძლიათ ამ ფოტოაპარატით გააკეთოთ და შემდეგ მიუბრუნდით მანუალურ პროგრამას და მიიღეთ ის შედეგი, რომელიც უკვე თქვენს გამოცდილებას და ცოდნას შეესაბამება. აი აქ არის ზაღლისთავი ჩამარხული, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მანუალურ პროგრამაზე. ასე რომ დღეს ამით დავამთავრებ ჩემს საუბარს და გელით სხვა დროს სხვა საუბრების მოსასმენად. ნახვამდის კარგად წამდებოდეთ.